ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიმოწერა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღებას კარგავს. ვაშინგტონის კურსის ცვლილების შესახებ ამჟამად ფრანგული El País წერს. ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ თეთრი სახლი ქართველებს, რომლებიც მოსკოვის აზრით მილიტარისტული ქმედებებისკენ უმცროსმა ჯორჯ ბუშმა წააქეზა, უხეში ძალის ნაცვლად გონიერებისკენ და სტრატეგიული მოთმინებისკენ მოუწოდებს. ვკითხულობთ სტატიაში, რომლის ავტორიც მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი დიპლომატიურად ცდილობდა ხელი შეეშალა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლეგიტიმაციისთვის. მას შეაჩერა აღიარების კასკადი, რაც თბილის თავზარს სცემდა, თუმცა კავკასიის ამ სტრატეგიულ რეგიონში ვერ შეძლო ირანის გავლენის ზრდის პრევენცია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები გავლენისთვის რუსეთის, ოტომანთა და სპარსეთის იმპერიების მემკვიდრეებთან ერთად იბრძვის. ამჯერად ვაშინგტონი უპირატესობას უკვე რუსეთთან დაახლოებას ანიჭებს. თბილისი კი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერას სასოწარკვეთილი ეძებს. ამ ცვლილების მიზეზად აგვისტოს ომის სახელდება El País იმ დიპლომატიურ დოკუმენტებზე საუბრობს, რომლის თანახმადაც ჯერ კიდევ 2008 წლის 1 აგვისტოს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში ისეთი სროლა ისმოდა, როგორც 2004 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 7 აგვისტოთი დათარიღებულ ორ ანგარიში დაფიქსირებულია ინტენსიური ბრძოლები სამხრეთ ოსეთში, 6 აგვისტოს ღამით და ქართული არტილერიის გადაადგილების შემდეგ თბილისის ოფისიდან გაგზავნილ დოკუმენტში 128 სიმბოლო გამოტოვებულია. 8 და 9 აგვისტოს დღეში მხოლოდ 2 ტელეგრამა იგზავნება. კრიტიკულ დღეებში ინფორმაციის ეს წყვეტა და ლაკონურობა იმაზე მიუთითებს, რომ საელჩოებიდან ცნობების სხვა არხებით ვრცელდებოდა, რაც ხელს უშლის კაფიოს სურათის ჩამოყალიბებას იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობდნენ ამერიკელები სააკაშვილის თავდასხმაში, წერს El País. ევროკავშირის გამოძიებამ შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით დაასკვნა, რომ ცხინვალზე თავდასხმით ომი სააკაშვილმა დაიწყო და რუსეთის რეაქცია არაპროპორციული გახლდათ, ნათქვამია სტატიაში.